სარწმუნოების შეურაცხყოფა და არაქრისტიანული პერფორმანსები, როგორც აქციის შემადგენელი ნაწილი. საპროტესტო აქციაზე იესო ქრისტეს გამოსახულებიანი კუბოს დაწვის შემდეგ საზოგადოებამ რუსთაველის გამზირზე გუშინ სატანისტური რიტუალების მორგის სერია იხილა. საგანგაშოა ისიც, რომ მსგავსი პერფორმანსები ბავშვების თანდასწრებით ტარდება. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას სწორედ ასე აღიქვა საზოგადოების ნაწილმა პერფორმანსები. სატანისტური რიტუალების ნეგატიურ დატვირთვაზე საუბრობენ სასულიერო პირებიც. დეტალები სასოლისაშვილის სიუჟეტში. კვლავ ცეცხლმოკიდებული ფიტულები, ვუდუს თოჯინები და სხვა სატანისტური რიტუალები დედაქალაქის ისტორიულ ადგილას, პარლამენტისა და ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. რადიკალების აქციების მონაწილეები ადეკვატურობას დიდი ხანია გასცდნენ და პერიოდულად ეგრეთ წოდებულ პერფორმანსებად შეფუთულ სატანისტურ რიტუალებს ატარებენ. საგულისხმოა ისიც, რომ აღნიშნულში პატარა ბავშვები წყავთ ჩართული, რაც მათ მიერ გადაღებულ კადრებშივეა ასახული. სატანისტური რიტუალების შემოქმედნი განსაკუთრებული აგრესიით ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოირჩევიან. სხვადასხვა შაუბნელ რიტუალებს აქციების მონაწილეები ადრეც მიმართავდნენ, მათ შორის ყველაზე დიდი რეზონანსი შუა რუსთაველის გამზირზე კუბოს დაწვამ გამოიწვია, რომელზეც იესო ქრისტე იყო გამოსახული. პროტესტის მონაწილეებმა ქაშვეთისა და პარლამენტის მიმდებარედ მაცხოვრის გამოსახულებიანი სასახლე მიიტანეს და მას ცეცხლი წაუკიდეს. ქრისტეს გამოსახულებიანი კუბოს რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციულად დაწვამ მაშინაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და მოსახლეობაში პროტესტი გააჩინა. მიუხედავად ამისა, სატანისტური რიტუალების ორგანიზატორებს და მონაწილეებს დისკომფორტი არც მაშინ შექმნიათ. რადიკალების მორალურ დეგრადაციასთან დაკავშირებით საუბრობენ ექსპერტები. ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, რუსთაველზე მოწყობილი მორალისგან დაცლილი პერფორმანსები საღი აზრისთვის მიუღებელი და გაუგებარია. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ოპოზიციური ბაბლის მორალური დეგრადაციის სისწრაფე. ხან რუსთაველზე მოაწყობენ ნორმისგან და მორალისგან დაცლილ და საღი აზრისთვის გაუგებარ რიტუალებს, ხან საგარეო საქმეთა მინისტრს სხვას რომ ვერაფერს მოუნახავენ, სამოსის ფასების დადგენას დაუწყებენ, რაც პლებეიზმის და შურის დემონსტრირებაა და მეტი არაფერი. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება და კითხვა მიჩნდება. ამ ხალხს საზოგადოებაში უკან დაბრუნება არ სურთ, თუ ასე აპირებენ საკუთარ კუნძულზე დარჩენას და ბოლომდე გაველურებას. აქციის მონაწილეების ნაწილის ქმედებებს სასულიერო პირები ეხმაურებიან. მათი შეფასებით რიტუალები სატანისტურ ხასიათს ატარებს და შეუძლებელია მათ შესრულებაში ჩართულ ადამიანებს არ ჰქონოდათ ბოლომდე გააზრებული თუ რას აკეთებდნენ. იმ ადგილას კი, სადაც მათ შორის 9 აპრილს სასულიერო პირები ლიტურგიებს ატარებდნენ, მჩხიბავობის და რიტუალური ბოროტების სცენები კიდევ უფრო შემზარავია. ეს არის საშინელება, ეს არ არის არანაირი პერფორმანსი, ეს არ არის არანაირი გართობა და ეს არ არის არანაირი თამაში და უწყინარი თამაში, მით უმეტეს თან ისეთი თამაში, სადაც ბავშვებიც მონაწილეობენ. ეს არის რიტუალური ქმედება და რიტუალური ბოროტება. ეს არის სატანისტური რიტუალი. შენ შეგიძლია რომ ამას რაღაც სხვადასხვა შემფუთავის სახელები დაარქვა, ძალიან მოსაწონი, პროგრესული და ყალებში ევროპული და არქვა ამ სახელწოდებები, მაგრამ ამას აქვს ერთადერთი სახელი. ეს არის დავიუფჭებაობა და სატანისტური რიტუალი, რომელსაც გასაკვირველია მასში მონაწილე ადამიანებისთვის ექნება ძამძიმე შედეგები. ეს სულიერი სამყარო, რომელშიც ისინი ესე შედიან, გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ. ამის შემდეგ არის სხვებს შეწირვა, შეიძლება კატების შეწირვა სხვებლად და შემდეგ რა ვიცი კიდევ უფრო უარესი გააკეთონ. არც უწყინარი გართობა არ არის. ეს არის პირდაპირი ბოროტება, გადაიქცა მჩხილობის ადგილი, იქ სადაც ლიტურგიებს ატარებდნენ სოთაშორის 9 აპრილს და ხალხს აზიარებდნენ და იყო სალოცველი ადგილი. ესეთი ჯადოქრობა, ესეთი საშინელი რიტუალი. ნუ რა აღშფოთებული ვარ და ყველა ქრისტიანი რა თქმა უნდა. დათათუთაშია ფილმი რო არის, ეს სეთურის ხალხი როა, ის მონები და ისინი ამათთან შედარებით პროგრესულები არიან. წარმოიდგინე ისინი რომ პროგრესულები იქნებიან რა გააკეთეს. უმეცრებით თუ აკეთებენ, თუ მეცნიერულად აკეთებენ, ყველა ვარიანტში რიტუალი ჩაატარეს და საშინელება და თავს დაიტეხეს ის წყევლა, თავის თავზე დაიტეხეს. ბატონ ბიძინას იმდენი სიკეთეა გაკეთებული, რასასწავლო სამების და ათასობით ეკლესია აქ აღდგენილი. იმ ეკლესიის ფარველი ანგელოზები დაიცავენ ბიძინავს. ეს მათთვის არის ეს ცუდი, ჩემო ძვირფას ქრისტიანთა ჟულის კანონში, კაცის კბლის ტოლფასია აი ესეთი ჯადოქრობა. და როგორც კაცის მკვლელს
ესეთი წესი იყო ძველად განსაკუთრებით ჯულისკანონში პირდაპირ წერია რომ 20 წელი ეკრძალებოდა ზიარება, ასევე მჩხიბავებს და ჯადოქრებს 20 წელი ეკრძალებოდა ზიარება. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილების უმეტესობა პოლიტიკურად ანგაჟირებულია. პროტესტის გულწრფელმა მონაწილეებმა კი ტერიტორია უკვე დატოვეს. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ დაბალი დონის ეგრეთ წოდებული პერფორმანსებით რუსთაველზე შეკრებილების სექტანტები იქცევიან და რაც ყველაზე მძიმე და მეუღებელია, ამ პროცესში პატარა ბავშვებიც ყავთ ჩართული. ვითომ კრეატიულობენ და სიკვდილს, კუბოს, დაგრძალვას ამას ვერ ცდებიან. წარმოვიდგინეთ. და ამას ასწრებენ ბავშვებს. აი, პირობითად მოსახლეობაში ხო ბევრი გაგიგიათ, რომ სექტაა ჩვეულებრივია. და სექტანტები იქცევიან მართლა. მართლა სექტანტები ბავშვებს ასწრებენ დაგრძალვის რიტუალებს. აი, მეტი რა უნდა გააფუჭონ. მეტი რა უნდა მოუწამლონ ადამიანებისთვის და ამაში იხარჯება ათეულობით მილიონი დოლარი. და ეს ითვლება მათში კრეატივად. წეღაროთ ბომჟობა მეთქი. აი ეს ბომჟობა ითვლება, ეს დაბიოობა, პიარის გარდა ყველაფერი ქვია. ითვლება მათში კრეატიულობად, რომ დააკრძალვის რიტუალს უნდა დააწნონ ბავშვები და თან მათივე გავრცელებული ფოტოებში ჩანს, რომ ბავშვებს ასწრებენ. არიან აქციაზე მისული ადამიანები, რომელიც პირდაპირ პარტ-აქტივს წარმოადგენს, პირდაპირ იმ მავნებელ NGO-ებს წარმოადგენს. გულწრფელი დემონსტრანტებისგან ეს აქცია უკვე იცლება. ანუ ხა ხალხის რაოდენობა ჩვენ თუ ვატყობთ, დრამატულად შემცირებულია, ხო? დღიდან დღემდე დრამატულად მცირდება და საბოლოო ჯამში იქ რჩებიან უკვე პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები. იქ ვატყობთ, მით უმეტეს ბოლო დღეების განმავლობაში, თუ როგორ რიტუალებს ატარებენ, გუშინაც რაღაცა გასვენების რიტუალი იყო და იქ ბავშვებს აყურებინებდნენ, ხო? ანუ ხა ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ შემიძლია ჭინკებიც დავარქვა ესეთ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ რადიკალიზაციისთვის არიან მისულები, რაღაცა რიტუალებს ატარებენ, იქ გასვენების რიტუალებს და შემდეგ უკვე ბავშვებს აყურებინებენ ესეთ რიტუალებს, ხო? ეს არანაირ მორალურ სტანდარტში არ ჩნდება. ყოველგვარ მორალს და საღაზრს გაცდენილი ქმედებები საპროტესტო აქციებში მონაწილე რადიკალური ჯგუფების სასოწარკვეთაზე მიანიშნებს. საზოგადოების მხარდაჭერისგან დაცლილი პროტესტის ორგანიზატორებს როგორც ჩანს ყურადღების მიქცევის ერთადერთ საშუალებად სატანიზმი და საზოგადოების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დარჩათ. რადიკალების და მათი მხარდამჭერებისგან რელიგიაზე შეტევა სიახლე არავისთვისაა, თუმცა მათ კამპანიებს საზოგადოების მხრიდან მხოლოდ პროტესტი და ნეგატიური დამოკიდებულება ახლავს.